დონალდ ტრამპის მიმართვა კონგრესში. ამერიკა დაბრუნდა. ამერიკული ოცნება შეუჩერებელია. ამ სიტყვებით დაიწყო ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესში მიმართვა. მე ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომ ამერიკის ოფიციალური პოლიტიკით არსებობს მხოლოდ ორი გენდერი, ქალი და კაცი. ასევე აკრძალე მამაკაცების ასპარეზობა ქალთა სპორტში. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია საღი აზრის რევოლუციისა, რომელმაც ჩვენი დამსახურებით უკვე მთელი მსოფლიო მოიცვა. საღი აზრი იქცა მთავარ თემად და ჩვენ უკან აღარაზროს დავბრუნდებით. მე სკოლებში ავკრძალე ჩვენი ბავშვების ტრანსგენდერული იდეოლოგიით მოწამვლა. დავასრულე კრიტიკული რასის თეორია. შეუწყვიტე დაფინანსება ყველა დაწესებულებას, რომლებიც ჩვენი ახალგაზრდების სქესობრივ დასახიჩრებაში არიან ჩართული. მე კონგრესს მიუმართავ, რომ მიიღოს კანონი, რომელიც სამუდამოდ აკრძალავს და სისხლის სამართლის დანაშაულად ცნობს ყველა ბავშვისთვის სქესის შეცვლას. სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის ტყუილი, რომ თითქოს რომელიმე ბავშვი არასწორ სხეულშია დატყვევებული. ამერიკელ ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ თქვენ იდეალურები ხართ ზუსტად ისეთი, როგორიც ღმერთმა შექმნათ. ჩემი ადმინისტრაცია ძალაუფლებას დაიბრუნებს ამ ბიუროკრატებისგან და ჩვენ ამერიკაში ჭეშმარიტ დემოკრატიას აღვადგენთ. ნებისმიერი ფედერალური ბიუროკრატი, რომელიც ამ ცვლილებას შეეწინააღმდეგება, სამსახურს დაუყოვნებლივ დატოვებს, რადგან ჩვენ ამ ჭაობს ვაშრობთ. არარჩეული ბიუროკრატების მმართველობის დღეები დასრულდა. ყოველდღე იბრძვის ჩემი ადმინისტრაცია იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც ამერიკას სჭირდება და იმსახურებს. დიდი ოცნებებისა და დიდი ნაბიჯების დროა. ჩვენ გავყინეთ ყველა ფედერალური რეგულაცია და უცხოური დახმარება. ჩვენ დავასრულეთ მთავრობის იარაღად გამოყენების ტენდენცია. წინა პრეზიდენტი მას პოლიტიკური ოპონენტის, ანუ ჩემი სამართლებრივი დევნისთვის ბოროტად იყენებდა. დავასრულეთ მთავრობის მხრიდან ცენზურა და აღვადგინეთ სიტყვის თავისუფლება. ილონ მასკის მეთაურობით შევქმნით მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელმაც არაკომპეტენტურობის, მილიარდობით დოლარის ფლანგვისა და თაღლითობის წარმოუდგენელი დონე გამოავლინა. დაუღალავად შრომობ, რათა უკრაინაში ეს ველური კონფლიქტი დასრულდეს. მილიონობით უკრაინელი და რუსი უაზროდ იღუპება ამ საშინელ კონფლიქტში, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ამერიკამ უკრაინის მხარდასაჭერად $100 მილიარდი გაგზავნა ყოველგვარი უსაფრთხოების გარეშე. ნუ თუ ამის გაგრძელება კიდევ 5 წელი გსურთ. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ევროპამ რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე იმაზე გაცილებით დიდი თანხა დახარჯა, ვიდრე უკრაინის დაცვაზე. ჩვენ უკრაინის დაცვაზე $350 მილიარდი დავხარჯეთ, მათ $100 მილიარდი. ეს დიდი სხვაობაა, არადა ოკეანე გვაშორებს ამ კონფლიქტისგან. წერილი მივიღე პრეზიდენტ ზელენსკისგან, რომ იგი მზად არის, რაც შეიძლება მალე მოუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, რომ არავის სურს მშვიდობა ისე როგორც უკრაინელებს, რომ მისი გუნდი მზად არის იმუშაოს პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ, რომ უკრაინა მზად არის ჩვენთვის ხელსაყრელ დროსა და ფორმატით ხელი მოაწეროს მინერალების შეთანხმებას. მე ვაფასებ ამ წერილს. იმავდროულად სერიოზული დისკუსიები გვაქვს რუსეთთან, რომელმაც მოგცვა ძლიერი სიგნალი, რომ მზად არიან მშვიდობისთვის. ეს ხომ შესანიშნავი იქნება. საპასუხო ტარიფები ამოქმედება 2 აპრილიდან. თუ კი უცხო ქვეყანა გვიწესებს ტარიფს, ჩვენ საპირწონე ტარიფს დავუწესებთ. რამდენ გადასახადსაც გვაკისრებენ, იმდენივეს დავაკისრებთ.